მოგესალმებით ყველას ჩემს არხზე, დაგიბრუნდით ახალი ვლოგით და გავატაროთ დღე ერთად. ახლა გერთვებით ავტობანიდან, მივდივართ მანქანისთვის ზეთის შესაძლებლად. არის დილის 9 საათი, ბავშვები გავაცილე უკვე სკოლაში და დღეს ბევრი საქმეები გვაქვს, დანიშნული გვაქვს სხვადასხვა ადგილას ვიზიტები, ამიტომ გამოვყევი სერგოს, რომ იქიდან პირდაპირ წავიდეთ საბუთებზე და საქმეებზე. მოკლედ, ევროპაში ეს განთქმული საკითხია, იქ საბუთი, აქ საბუთი, იქიდან წამოიღე, აქეთ წაიღე, ფურცლები და ასე შემდეგ. თან ვიფიქრეთ ცოტას განვიტვირთებით თქო დილიდან, განსაკუთრებით მიყვარს სხვადასხვა ქალაქებში ამ პერიოდში სიარული, რადგან ყველაფერი არის მორთული და სიამოვნებით ვუყურებ ხოლმე აქეთ-იქით მორთულ ქალაქებს. ეს ქალაქი იყო ზედმეტად უცნაური, რადგან ახლა წესით ყველგან ყველაფერი მორთულია, მაგრამ ამ ქალაქში იყო მორთული მხოლოდ ეს სახლი, ისიც გადავიღე თქვენთვის და ამასობაში მოვედით ჩვენც ოპელის ცენტრში. ეს ავტომობილი არის დამზადებული 1929 წელს, იდეალურ მდგომარეობაშია, არის ერთადერთი ეგზემპლარი და როგორც გავიგე, შესაძლებელია სიარული, რადგან ჩვეულებრივ დადის ეს მანქანაც. ეს ცენტრი მდებარეობს ქალაქგარეთ, ოღონდ ჩვენი ქალაქის გარეთ არა, მოშორებით, რადგან მანქანით 1 საათი უნდა ამ ცენტრამდე და სამწუხაროდ გარშემო მხოლოდ მაკდონალდსია და რამოდენიმე სამშენებლო კომპანია. სიამოვნებით წავიდოდი ახლა მაღაზიებში, რადგან დავტოვეთ ჩვენი მანქანა და შევედით მაკდონალდში. ახლა აქ ვიღებ როგორ შეჰყავთ ჩვენი ავტომობილი და სანამ გააკეთებენ, სადღაც 1 საათი გვაქვს დრო, ამასობაში მოვიდა ჩემი საუზმეც, შევუკვეთე მაკდონალდსის საუზმე და უგემრიელესი კექსი. დავბრუნდით სახლში, ახლა არის სადღაც დღის 3 საათი, უცებ მოვამზადებ რაიმეს გემრიელობას, რადგან ბავშვებიც მოვიდნენ უკვე სახლში და ჩვენც მას შემდეგ რაც მაკდონალდსი ვისაუზმეთ, არ გვიჭამია, ამიტომ ყველანი ვართ მშივრები. მქონდა ფარში გამოღებული კატლეტებისთვის, დღეს კატლეტის გაკეთებას ვაპირებდი, მაგრამ მივხვდი, რომ კატლეტისთვის დრო არ იყო და მოვიფიქრე ასეთი უსწრაფესი ლახმაჯუნის გაკეთება. არ ვიცი საქართველოში ლახმაჯუნს მიირთმევენ თუ არა, ვინც არ იცით, ეს არის თურქული სადილი, პიცის ცომზე, როგორც პიცისთვის, მსგავს ცომზე ადებენ ზედ ასე ფარშს, ფარში არის უბრალოდ შეზავებული ხახვთან და მარილთან ერთად, მეტი არაფერი არ დამემატებია და შემდეგ ასე აწყობენ ღუმელში. მე მქონდა ლავაშები და გადავწყვიტე, რომ ლავაშზე მომემზადებინა ტაფაზე. სხვათა შორის ძალიან გემრიელი გამოვიდა და აწი უკვე აღარ მოვამზადებ ღუმელში, მოვამზადებ მხოლოდ ასე, რადგან თითქმის იგივე გემო აქვს და არის უგემრიელესი. ვწვავ ასე ორივე მხრიდან, იწვება ძალიან მალე და მოკლედ უსწრაფესი ლახმაჯუნიც მზად არის. შიგთავსად გამოვიყენე კიტრი და პამიდორი, ასევე ნებისმიერი შიგთავსის გამოყენება შეგიძლიათ, ყველი და სალათის ფურცლებიც არის უგემრიელესი, შემდეგ გაჩვენებთ როგორ გადავახვიე ერთმანეთში და მოკლედ გემრიელად მიირთვით. კიდევ ერთ ფაქტს გაგიზიარებთ გერმანელებზე და საერთოდ გერმანიაზე, ხედავთ ფარს პურზე, გერმანელები ასე ფარს მიირთმევენ პურთან ერთად. თავიდან მეგონა რომ სპეციალური ფარში იყო და რაიმეთი იყო გაკეთებული ან ორთქლზე იყო დამზადებული, მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ
უბრალოდ ღორის ფარშს მიირთმევენ, რომელშიც ურევენ წვრილად დაჭრილ ხავს და სუნელებს. შემდეგ ასე პურზე ადებენ და ისე მიირთმევენ. მოკლედ გერმანიაში საკმაოდ პოპულარულია ასეთი ფარში და საკმაოდ უყვართ. მე ერთხელ მაქვს გასინჯული, სიმართლე გითხრათ, არც თუ ისე მომეწონა, ალბათ იმიტომ, რომ ვიცოდი, რომ ომი ფარში იყო, თორე ისე რომ ვთქვათ, საშინელი გემო არ ჰქონდა. უბრალოდ ზიზღით გავსინჯე, რადგან ვიცოდი, რომ ომი ხორცი იყო და იმიტომ. ვინც გერმანიიდან მიყურებთ, ჩემი დიდი თხოვნა იქნება გამიზიარეთ, თუ როგორი რეაქცია გქონდათ, როცა პირველად დაინახეთ, თუ როგორი სიამოვნებით მიირთმევენ ფარშს გერმანელები. მოკლედ ძალიან საინტერესო იქნება და უღრმეს მადლობას გიხდით წინასწარ. ასე გადავახვიე ჩემი ლახმაჯუნი, ჩემთვის გამოვიყენე ავოკადოც, ახლა ვაკეთებ ბავშვებისთვის და გაჩვენებთ როგორ ვაძლევ ბავშვებს, რადგან ცოტა ძნელი დასაჭერია, დავდე დაბლა ქინძი, შემდეგ კიტრი, პამიდორი და ასე ვახვევ კილეტაში. შემდეგ ასე მიირთმევენ კილეტით, ჩვენ მივირთვით უკვე და ახლა გადავიდეთ ჩემი ნაძვისხის აწყობაზე. გამოვიწერე ინტერნეტიდან ასეთი ლოლოები, არის სხვადასხვანაირი და სხვადასხვა ფორმის და ზომის, ასევე ამათთან ერთად მოვიდა ფიფქის ლოლოები, რომელიც სიმართლე გითხრათ ვერსად ვერ გამოვიყენე, რადგან არც თუ ისე ლამაზია. მაქვს ასევე ლენტებიც და ჩემს წარმოსახვაში უნდა იყოს ჩემი ნაძვისხე მხოლოდ ლენტებით და ლოლოებით. მაგიდა დავდე ვერტიკალურად და ასე იქნება მანამ სანამ ჩვენი ნაძვისხი იდგება, რადგან სხვაგვარად უშლის ნაძვისხეს და ჩვენც ვერ ვზივართ კარგად. ორი სკამი მომრჩა, რადგან აღარ ეტეოდა და იქით კუთხეში ჩავდე დივნის გვერდზე ეს ორივე სკამი. ამ დღეებში აუცილებლად მოვუნახავ სხვა ადგილს, რადგან სხვა ოთახებშიც არის სკამები, მოკლედ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს, ამიტომ ეს ორი სკამი ზედმეტი იყო. თავიდან ვიფიქრე, რომ სარდაფში ჩავიტანთქო, მაგრამ მგონია, რომ სინესტის გამო გაფუჭდება. მოკლედ ამ დღეებში სადმე დავდებ, სიმართლე გითხრათ, რაც კი ზედმეტი მაქვს, ყველაფერი გოჩის ოთახში მიმაქვს და ესეც ალბათ გოჩას ოთახში წავა. გადავიდეთ ნაძვისხეზე, ვაკეთებ ლენტებს. ჩემს წარმოსახვაში ლენტებს ასეთი გრძელი კუდები უნდა ჰქონოდა და უნდა ყოფილიყო ულამაზესი. სიმართლე გითხრათ, აგვისტოს შუა რიცხვები იყო, რომ თავში მომივიდა ეს იდეა და თითქმის ნახევარი წელი ველოდი, როდის მოვიდოდა ახალი წელი, რომ მომერთო ჩემი ნაძვისხი ასე. მაშინ არც კი ვიცოდი, რომ ასეთ დიდ პოპულარობას მოიპოვებდა ბანტებიანი ნაძვისხეები და ახლა თითქმის ყველგან ბანტებიანი ნაძვისხეები მხვდება. მოკლედ ასეთი გამოვიდა, ვუყურებ და თითქოს რაღაც აკლია, თითქოს შიშველია, თითქოს ისეთი არ არის, როგორც უნდა ყოფილიყო. ამიტომ ამოვიტანე წითელი ბურთები და მინდა რომ მხოლოდ ასეთი წყვიალა წითელი ბურთები დავკიდო. წყვიალა ბურთები არც თუ ისე ბევრი მაქვს, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ბრწყვიალა ან მატი მუქი ბორდოსფერი ბურთები დამეკიდა. მოკლედ დავკიდე ბურთებიც, უკვე უკეთესობისკენ მიდის ჩემი ნაძვისხე, მაგრამ თითქოს რაღაც აკლია ან თითქოს რაღაც ზედმეტი იყო. ბოლოს შორიდან რომ შევხედე და საათზე მეტი ვუყურებდი, მოკლედ ნახევარი დღე წაიღო ამ ნაძვისხის მორთვამ, გვერდზე ზიან ბავშვები და გოჩა ცალკე წუწუნებს, რომ ეს რანაირი ნაძვისხი გვაქვს და არ არის ლამაზი. უხარია ის, რომ თავისი ნაძვისხი ლამაზი აქვს. ჩემი ნაძვისხი არ არის ლამაზი. მოკლედ ვუყურე და მივხვდი, რომ ლენტები იყო ძალიან გრძელი და შორიდან არც კი ეტყობოდა, რომ ბანტები იყო, თითქოს უბრალოდ ლენტები კიდია და მოკლედ რაღაც ვერ მიშელის მაგვარი.
მოვჭერი ბოლოს ბანტებს კუდები, ცოტა კი დავიწყე შემდეგ წუწუნი რომ არ იყო ლამაზი, მაგრამ ბოლოს შედეგმა მოკლედ მიმიყვანა იმ მდგომარეობამდე, რასაც ველოდებოდი. ულამაზესი გამოვიდა და ჩემი აზრით ზუსტად ის არის, რაც მინდოდა. არ არის გადატვირთული, ყოველ წელიწადს სხვადასხვანაირად ვრთავ ნაძვის ხეს და მოკლედ ყოველ წელიწადს ვამბობ, რომ ეს ნაძვის ხე არის განსაკუთრებული და ამ წელსაც იგივეს ვიტყვი, რომ ეს ნაძვის ხე არის განსაკუთრებული და ჩემთვის ულამაზესი. როგორც იქნა ნაძვის ხე მოირთო და ახლა გადავალ სხვა დანარჩენ დეკორაციაზე, სიმართლე გითხრათ, მინდა რომ რაც შეიძლება მალე მოვრთო აქაურობა და ეს ზედმეტი ყუთები ჩავიტანო ისევ სარდაფში. ნაძვის ხის ყუთებიც ჯერ კიდევ სახლში მაქვს და ამ ყველაფრის ყუთებიც მინდა რომ ბარემ დავაწყო თავიანთ ადგილებზე და მოკლედ მოვაშორო ეს ყუთები აქედან. ახლა გადავიდეთ კარნიზის მორთვაზე. ეს არის ძველი ნაძვის ტოტები, ტოტებს ერთმანეთზე ვაბავ თავიანთივე ტოტებით და შემდეგ ამავე ტოტებითვე ვამაგრებ კარნიზზე. არის მოსახერხებელი და ულამაზესი გამოდის. ცოტა მეშინია სიმართლე გითხრათ ჩემი კარნიზებზე, რადგან ვერ გაუძლებს, ასე მგონია რომ ვერ გაუძლებს და ნახევარ კარნიზზე დავკიდე, შემდეგ დავუმაგრე მძივები, ასევე ბანტებიც და სხვადასხვა ფიგურები, სათამაშოები დავკიდე. სამწუხაროდ დღეს მხოლოდ მისაღები ოთახის გაფორმება მოვახერხე, რადგან გვიანიც იყო და ბოლოს გაჩვენებთ კიდეც, რომ ღამის 11 საათამდე მხოლოდ მისაღებ ოთახს ვრთავდი. სხვა დანარჩენ ოთახებსაც აუცილებლად ამ დღეებში გავაფორმებ და ბარემ ჩავიტან ყველაფერს. დღეს ნახევარი ყუთები ჩავიტანე უკვე, რაც აღარ მჭირდებოდა და ნაძვის ხის ყუთებიც. ახლა გადავიდეთ ამ ადგილის მორთვაზე, მოკლედ მიხვდით რა ადგილიც არის. ვფიქრობთ, რომ აკვარიუმი იქეთ მხარეს გადავიტანოთ და ეს შესაერთებლები და თავისი გრძელი გამაგრძელებლები მოკლედ რომ დაიფაროს და იქეთ მხარეს წავიდეს, მოკლედ სანამ გადავიტანთ, სანამ გრძელ გამაგრძელებელს ვიყიდით და ასე შემდეგ, ჯერჯერობით ასე დავდე. გავაკეთე კომპოზიცია სხვადასხვა ფიგურებით და ასევე მივაკარი სტიკერები. ამ სტიკერებს ყოველ წელიწადს ვაკრავ ამ კარადაზე და ასე მგონია, რომ პირდაპირ ამ კარადისთვის არის განკუთვნილი. სიამოვნებით შევიძენდი კიდევ ერთ ასეთ ნაკრებს, მაგრამ აღარ გამოდის ეს. სინამდვილეში ეს არის ფანჯარაზე მისაგრობის სტიკერები, არის სილიკონის და არ სჭირდება წებო ან რაიმე, უბრალოდ რომ მიადებ, ზედ ეკრობა ფანჯარას და ასევე ამ კარადებსაც ეკრობა თავისუფლად. ყოველ წელიწადს შემდეგ რომ ვიღებ, ვინახავ, ვდებ ასე გორიზონტალურად და ვცდილობ რომ არ დაიკუჭოს, ამიტომ ასეთ კარგ მდგომარეობაში ინახება. ახლა გადავიდეთ ტელევიზორის ადგილის მორთვაზე. წელს რატომღაც ისეთ ხასიათზე ვარ, რომ მინდა რაც შეიძლება მეტი დეკორაცია, ამიტომ ამ კარადაზეც მივამაგრე ეს ბრჭყვიალა სტიკერები. ყოველთვის არ ვაკეთებ ხოლმე ასე, ვცდილობ რაც შეიძლება ნაკლები დეკორაცია დავდო და არ გადავტვირთო, მაგრამ წელს უბრალოდ ასეთ ხასიათზე ვარ, რომ ყველაფერი იყოს რაც შეიძლება მეტი და ყველაფერი ანათებდეს. მოკლედ მივედით ბოლო შედეგამდე, ტელევიზორის წინაც გავაკეთე კომპოზიცია და ასე გამოიყურება ახლა ჩემი მისაღები ოთახი.
ასევე ბევრი გავაკეთე კადრს მიღმაც, გვერდზე დიდი კარადა რომ დგას, იმაზეც მივაკარი ფიფქების სტიკერები და ასევე გავაკეთე მაგიდაზე დასადები კომპოზიციაც. ეს ტელევიზორის წინ კომპოზიცია ვეცადე რომ არ გადამეტვირთა ბევრი ბურთებით, რადგან წინა წელს ბურთებიც იდო, მძივებიც და ბევრი იყო, ამიტომ სენსორი აღარ მოქმედებდა ტელევიზორის და ჩემი ოჯახის წევრებს უჭირდათ გადართვა არხების, მოკლედ დაიტანჯნენ, თვითონაც გაწვალდნენ და მეც გამაწვალეს, ამიტომ წელს გამოვასწორე ჩემი შეცდომა და აღარ გადავტვირთე ბევრი ბურთებით. ესეც კარნიზის ნაძვისხე, ჩემს კარნიზს თავისი ნაძვისხე აქვს და ესეც მაგიდაზე კომპოზიცია. ასევე ამ დღეებში დავამატებ სანთლებს და გვერდზე დავუდებ გრძელ სანთლებს აქეთ იქიდან. როგორც უკვე გითხარით, გვიანობამდე ვაფორმებდი მისაღებ ოთახს, ახლა არის ღამის 11 საათი, ბავშვები წავიდნენ უკვე დასაძინებლად და სძინავთ ალბათ, მე ხვალ დილით ვმუშაობ, ამიტომ ახლა წავალ, გავამზადებ ბავშვებს საუზმეებს ხვალისთვის, სკოლაში წასაღებად და ასევე გავამზადებ გოჩას ტანსაცმელს, რადგან თუ არ გავამზადე, მოკლე მკლავე მაიკით წავა დარწმუნებული ვარ. ამიტომ აქ დავასრულებ ჩემს ვიდეოს, უღრმეს მადლობას გიხდით, რომ უყურეთ ბოლომდე, დიდი იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ. მომავალ შეხვედრამდე!